მე-20 საუკუნის მე-17 წელით საინტერესო და ბობოქარი აღმოჩნდა. თუნდაც მარტო ის რა დღის ნიკარაგუამ რატომღაც ომი რომ გამოუცხადა გერმანიას და ავსტრია-უნგრეთს. სადღაც ოკეანის მიღმა კი პირველი ჯაზური გრამფირფიტა ჩაიწერა. ვინმე ფელიქს ერელმა ბაქტერიოფაგი გამოიგონა. ამავე წელს დაიბადნენ ინდირა განდი, ჯონ კენედი, არტურ კლარკი, სიდნეი შელდონი. დაიბადა ჯონ ლი ჰუკერი. გაგიკვირდება და ზუსტად ამ 1917 წელს 26 ნოემბერს კანადაში ნაციონალური ჰოკეის ლიგა შეიქმნა. ჩვენ რომ NHL-ს ვეძახით. 2 დღის შემდეგ კი თბილისში ამიერკავკასიის კომისარიატი ჩამოყალიბდა. ხო, მართლა, რა ხდებოდა თბილისში? თებერვლის და ოქტომბრის გადატრიალებები უკან მორჩა. საქართველო კი მალე დიდი გამოცდის წინაშე დადგება, თუმცა ჯერ საქართველო როგორც ასეთი არც კი არსებობს. ის მხოლოდ სისხლის მორევში მყოფი ყოფილი იმპერიის რაღაც პერიფერიული, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდება, საკვანძო ნაწილია და აქაურობას რუსული რევოლუციების ჯოჯოხეთი ჯერ არ დატყობია. ჰარი-ჰარალო ჩვენში მუდამ უყვარდა და თბილისშიც მიუხედავად ყველაფრისა, თბილისობს და ცხოვრება დუხს. პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქართველი ოფიცრები თავდავიწყებით გადაეშვნენ დროსტარებისა და სიყვარულის მონატრებულ ტალღებში. ყველა ამბავს ყავს თავისი გმირი და გამორიცხული არც ჩვენი ისტორია, რომელიც 917-ის 31-ში, ანუ ახალი წლის წინა ღამეს ზუსტად რომ თბილისში დატრიალდა. ევგენი აფხაზავა, შტაბს როტმისტრი, პირველი მსოფლიო ომის გმირი, მამაცი და თავზე ხელაღებული მეომარი. ავსტრიელების რისხვა, ერთობ შარისთავი და მეკალთან. ქეიბზე შეყვარებული, თუმცა მეგობრებისა და საქმის ერთგული. მოკლედ რომ თქვათ, თელს ქალაქში ძალიან პოპულარული ახალგაზრდა ოფიცერი. აფხაზავას სატრფო ყოლია ზემო სოლოლაკში. დახპირებია აუცილებლად მოვალ ყვავილებით და შენთან ერთად შევხვდები ახალ წელსო, მაგრამ ხელს გადაჰყოლია ძმაკაცებთან ერთად ორთაჭალაში. სადღაც 12-ის ნახევრისკენ აფხაზავამ დახედა საათს და თავში ხელი შემოირთყა. სასწრაფო დაემშვიდობა თანამესუფრეებს, ჩახტა ეტლში და სოლოლაკისაკენ გამოქანდა გზაში, მამასისხლად ვარდებიც იყიდა. სადღაც ამჟამინდელი თავისუფლების მოედნის მიდამოებში მეეტლემ უმწეო დამცნო, რომ 12 საათისთვის ვერანაირად ვერ მოხდებოდა დათქმულ ადგილას. აფხაზავე ერთი კი დააპირა მეეტლის ეს თავხედობა დაესაჯა, მაგრამ მეეტლემ უხმოდ ქალაქის მთავარ საათზე მიანიშნა. 12-ს 5 წუთი აკლდა. ამ საათს უნდა ემცნო თბილისელებისათვის ახალი 1918 წლის დადგომა. სხვათა შორის მთელი ქალაქი ელოდებოდა ეგრეთ წოდებულ თბილისური კურანტების ხმას. ელოდა ახალ 1918 წელს. მიხვდა ევგენი აფხაზავა მეეტლემ მართალს რომ ამბობდა, ჩაფიქრდა. უცებ სახე გაუნათდა. უნაბრულად გაიყიმა. შენაკ დამელოდეო და უბარა მეეტლეს. ვარდებიც იქვე მიყარა და ეტლიდან გადახდა. შიდა კიბით ავარდა კოშკში და მოხუცი სომეხი მესაათისთვის მაშინ ის საათი ავტომატურად არ რეკდა, უთხოვია 15 წუთით გაეჩერებინა საათი. პროფესიონალმა მესაათემ ქვაგდო და თავი შეუშვირა ასეთ მკრეხელობას როგორ ვიზამო. ეს ვის გაუგიაო? თუმცა, როგორც ამბობენ აფხაზავამ ძალიან პოპულარული ენით აუხსნა თუ რა შედეგები მოყვებოდა მესაათის ურჩობას. მესაათე დაეთანხმა. აფხაზავა ეტლისკენ გამოკანდა. უცნაური სანახავი იყო მაგ მომენტში თბილისი. ქალაქი, სადაც ახალმა წელმა მეოთხედი საათით დააგვიანა. როდესაც მეორე დღეს თბილისელებმა ზარის დაგვიანების მიზეზი შეიტყვეს, ცხადია არავინ გაბრაზებულა და ეს ისტორია კარგა ხანს დადიოდა ანეკდოტებად. შემდეგ კი ევგენი აფხაზავა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალშექმნილ ქართულ გვარდიაში ჩაეწერა და მამაცი ქართველი ოფიცერი ამ ამბიდან ერთ კვირაში 1918 წლის 8 იანვარს შეეწირა ფრონტიდან გამოქცეული ბოლშევიკური ჯარისკაცების ბანდებთან ბრძოლას. ხოლო დაგვიანებული ახალი წლის დადგომიდან 5 თვეში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს შენ ქალაქში ხდებოდა რადიო ცხინვარი.